რომელსაც განსაკუთრებულად უყვართ ზამთრის კურორტები, სწორედ ახლა იწყება აქტუალური თემა, იმიტომ რომ სეზონი იწყება ზამთრის კურორტების. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახოთ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი. მოგესალმებით ბატონო სანდრო. სწორედ მთის კურორტებზე ვისაუბრებთ დღეს თქვენთან და იმ სიახლეებზე, რომელიც დაგეგმილია წლევანდელ ზამთრის სათხილამურო სეზონზე, ასე ვთქვათ, გუდაურსა და ბაკურიანში. მოდით ვითხარით მთავარი სიახლეები რა არის 2015 წლის სეზონის, ასე ვთქვათ. თავარი სიახლე მე მგონი ეს არის ის გათოვლიანების სისტემა, რომელიც დავანერგეთ უკვე გუდაურსა და დიდველზე. ეს არის ერთ-ერთი მეგა პროექტი, რაც გაკეთებულა ამ კურორტებზე საბაგიროების შენებლობის შემდეგ თავისთავად. არის ძალიან ძვირადღირებული და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამით ჩვენ შეგვეძლება ყველა ინვესტორს, ყველა სასტუმროს მფლობელს და ყველა ვიზიტორს, ყველა თქვენთაგანს წინასწარ იცოდეთ, რომელი წრში გაიხსნება კურორტი და გეცოდინებათ რა ხელასაფარი იქნება თოვლის და ამის მიხედვით შეგიძლიათ გარანტირებული თოვლი გვექნება და რაც თავარია შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი არდადეგები, თქვენი შვებულება და ინვესტორმა დაგეგმოს უკვე ის ბიზნეს გეგმა გააკეთოს, რომელიც უკვე დათვლადია და აღარ იქნება დამოკიდებული ბუნებრივ პროცესებზე. გათოვლიანება არა მარტო სეზონის დროულად დაწყებას უწყობს ალბათ ხელს, არამედ მის გახანგრძლივებასაც რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დღეს თქვა გადავიდეთ შეიძლება უკვე კიდე ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვა, რომ 20 დეკემბრიდან გაიხსნება კურორტები და 30 აპრილამდე აუცილებლად გასტანს. ორივე სათხილამურო კურორტი 20 დეკემბრიდან იხსნება, მოკლედ მოიმარჯვეთ თხილამურები და 20 დეკემბრიდან მოემზადეთ მთის კურორტებზე გასამგზავრებლად. ბატონო, აი კონკრეტულად რო რაღაც აი ეს გათოვლიანება, აი კონკრეტულად როგორ ხდება? ეს თოვლი მოგვაქვს ეს არის ერთ-ერთი ტექნოლოგია, წყლის და ჰაერის ნაზავით მინუს ტემპერატურაზე წარმოიქმნება კრისტალური თოვლი. და ის შემდეგ იყრება უკვე მიწაზე და არის უფრო ხისტი თოვლია, როგორც ჩვენ ფაფუკი თოვლით მიჩვეულები ვართ, მაგრამ ეს არის ოდნავ ხისტი. თუმცა აი ეგ არის საინტერესო სერიალში რამდენად გამოცდილი არის თუ არა. წელს არის ბოთხილამურები, კვაყოფილები იქნება, უკваყოფილო არის ხამ ხისტი თოვლით, მაგრამ ნუ ესეთი გათოვლიანები თავარი არის ერთი რამე, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ ეს არ არის ის ფაფუკი თოვლი, სადაც ეცემა ადამიანი და ბალიშვით ბალიშზე ეცემიან, ესე არ არის, ეს არის ძალიან ხისტი, ეს არის რაღაც დაბეტონებული ვით ვთქვათ, მაგრამ მაგარია უფრო. თქვენი აზრით რამდენად საჭირო იქნება, ანუ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვთქვათ გათოვლიანება, ანუ სეზონს როგორც ელოდებით, სინოპტიკოსების პროგნოზები როგორია სეზონის განმავლობაში? საბედნიეროდ წელს უკვე ჩვენ მოგვივიდა გარკვეული თოვლი გუდაურში, ჩვენ უკვე დავიწყეთ, შეგვიძლია ვანახოთ მაყურებელს, რომ უკვე დავიწყეთ თოვლის ეგრეთ წოდებული დაჩეხვა, რომ ეს თოვლი ძალიან ხანგრძლივად გქონდეს კურორტზე. მიდის სამშვები, ვტკეპნით ამ წუთას თოვლს და ვინახავთ, რომ 20 დეკემბრისთვის ყველაფერი უკვე იყოს მზად და თოვლის დაჩეხვა რას ნიშნავს? თოვლის დაჩეხვა ნიშნავს, რომ ჩვენ გადავატოვებთ ჩვენ თოვლს მანქანებს თო კურორტზე, რაც ნიშნავს, რომ ქარი აღარ წაიღებს ამ თოვლს და ის ჩაჯდება, ჩაიყინება და გვექნება ის ქვედა ეს პროცესი ხა ასახული. მიდის, ეს არის გუშინდელი გადაღებული სურათები გუდაურში და ეს გარანტირებულად გვაძლევს იმ ქვედა საფარს, რომელიც საჭიროა შემდეგი პროცესებისთვის. აქტიური პროცესი მიმდინარეობს, მოკლედ სამზადისი ამ წუთას მიდის საკომპრესორო სატომბო ნაგებობის შენებლობა გათოვლიანების სისტემისთვის, რომელიც დღე-დღეზე დამთავრდება და ამ დღეებში ალბათ უკვე პირველად გადმოვაფრქვევთ თოვლს გუდაურში და საქართველოში, რომელიც ჩვენ ძალიან საზეიმოდ ველოდებით და ძალიან გვიხარეთ, ან მე ვიულობ თავისთავად, იმიტომ რომ არასდროს არ გაკეთებულა. წარმატებებს გისურვებ, ძალიან კარგია თქვენთვისაც ალბათ და იმათვისაც, ვინც ელოდება სეზონის გახსნას. აუცილებელი და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა გკითხოთ, არის საბაგირო სისტემა, რომელიც რაღაცნაირად განსხვავებულია და ამას თქვენ ალბათ უფრო კარგად ჩამოაყალიბებთ. ბილეთების სისტემაზე ამბობთ.